მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ ვართ სტუდიაში გზაგასაყართან, ვაგრძელებთ გადაცემათა ციკლს ბიბლიური გზაჯვარედინები. სტუმრად გვყავს მოწვეული თეოლოგი გიორგი გვასალია. გიორგი, მოგესალმებით, მადლობა მობრძანებისთვის. მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენ ქრონოლოგიურ თხრობაში უკან დავიხიეთ და იუდეის მეფის სამეფოს შესახებ სრული თხრობა რო გამოსულიყო, ამისათვის ჩვენ ამოვარჩიეთ ის თავები. თუმცა ბიბლიაში პარალელური თხრობა არის ისრაელისა და იუდეის სამეფოს შესახებ და დღეს ვაგრძელებთ თხრობას იოაშის გამამფებასთან დაკავშირებით და იუდეის დედოფლის ოთოლიას ტერორის შესახებ. გიორგი, წინა გადაცემაში ჩვენ იუდეის მეფის იოსაფატის მემკვიდრეებზე ვისაუბრეთ და ნახეთ, რომ ძალიან დიდი უკუსვლა არის საფრთხოს ჯულის დაცვასთან დაკავშირებით და ოთოლია დედოფალი განსაკუთრებით ესეთი მძიმე კვალს ტოვებს, მან ფაქტიურად განახორციელა ერთგვარი იდეოლოგიური ექსპანსია იუდეაში ისრაელიდან. ეს არის ისრაელის სამეფო კარის თავმოვალი და რაც ისრაელში ხდებოდა გაუგუღმართება, იგივე შემოიტანა, იგივე ტენდენცია შემოიტანა სამეფო კარში იუდეაში. და გვაქვს საკმაოდ მძიმე სურათი და ახლა უნდა გავაგრძელოთ საუბარი ამის შესახებ, თუმცა კარგი იქნება 2-20 სიტყვით წინა გადაცემაში რაც ვისაუბრეთ, ესაც გავიხსენოთ. სრულად გეთანხმებით ამ ანდრია, ჩვენ წინა შეხვედრა ამით დავასრულეთ, სწორედ ამ რეზიუმირებით დავასრულეთ, სწორედ რომ ოთოლიამ შეძლო იუდას სამეფოს მენტალური ექსპანსია იმ კულტების, იმ შეხედულებების, იმ ღირებულებების ყოლობაზე, რომელიც მან დედამისისგან და მამამისისგან იეზებიელისა და აქაბისაგან წამოიღო. ჩვენ საუბრობდით იმასთან დაკავშირებით, უბრალოდ ეს იმისათვის, რომ თხრობა ბუნებრივად გაგრძელდეს, ხო? კიდევ ერთხელ ვახსენოთ და ხაზი გაუსვათ, რომ ის, რაც მიიღო იუდეამ, თავისთავად ცხადია, ამისათვის არ იღვწოდა არც მეფე იოშაფატი, არც მეფე იორამი და არც მეფე ოქოზია. ისინი იბრძოდნენ იუდეის კეთილი მომავლისათვის. უბრალოდ მათ აქცენტები გადაიტანეს იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც სამეფოს კეთილი ხვედრი არანაირად არ შეხვდება. ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას და გავიხსენოთ ის, რომ თვითონ მათი мотиваცია იყო აბსოლუტურად მართებული. აბსოლუტურად დადებითი. ეს იყო ისრაელის სამეფოსთან ერთობის იდეა, დაახლოების იდეა და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ეს ყველაფერი იდგა პოლიტიკურ ნარატივზე, ეს ყველაფერი იდგა მერკანტილურ და საკმაოდ მიწიერ გათვლაზე და არსად არ იგულისხმებოდა ღმერთი, მისი მცნებები, მისი ღირებულება და სისტემა, რომელთაც ეს ერთობა ხასიათდებოდა, რის გამოც ჩვენ მივიღეთ ის, ასეც ვისაუბრეთ წინა გადაცემაში უკვე, მივიღეთ ის, რომ პერმანენტულად იწყება დავითის მოდგმის ამოხოცვა, დავითის მოდგმის შევიწროება, ნაწილს თვითონ იორამი აკეთებს, თავის ძმებს დაერევა და მოკლავს, ნაწილი ომების შედეგად ამოიხოცება, ნაწილი ისრაელში რო ჩავა ამ საგარეო პოლიტიკის რეალიზების ყოლობაზე იქ იქნება დახოცილი და პრაქტიკულად, როდესაც მეფე ოქოზია, როგორც ამის შესახებ საუბრობდით წინა შეხვედრაზე, გარდაიცვლება, პრაქტიკულად მოკლავენ, ამასაც მოკლავენ, უფრო სწორი თქმა ეს არის ცხადია. იუდას საზოგადოება აღმოჩნდება ერთადერთი, თითქოს მოულოდნელობის, მაგრამ ერთადერთი რეალობის წინაშე. ტახტზე ადის იეზებიელისა და აქაბის ქალიშვილი, ეს არის ოთოლია, რომელიც მთლიანად დირიჟორობდა, მთლიანად ხელმძღვანელობდა აი იმ პროცესს, რომელიც პროცესიც ოქოზიას დედა. კი ბატონო, ოქოზიას დედა, რომელიც მთლიანად ხელმძღვანელობდა აი ამ პროცესს. ჩვენთვის რა არის ძალიან საინტერესო, ის რითაც წინა გადაცემა დავასრულეთ პრაქტიკულად და რითაც უნდა დავიწყოთ ჩვენ თხრობა, რომ აქ ერთის მხრივ თავისთავად ცხადია პრობლემა ეს არის, რომ ოთოლია ასული ტახტზე, მაგრამ მეორე მხრივ ყურადღება მივაქციოთ რა ფონია აი ამ მდგომარეობის უკან.
დავითის მოდგმიდან აღარ იპოვება არავინ. სანთელი დავითისა მშუტავს, ის ან უნდა ჩაქრეს ახლა, ან ისევ და ისევ ღმერთმა უნდა დაიფაროს და აი ეს სანთელი არ უნდა ჩაქრეს და რაღაცა უნდა მოხდეს იუდას სამეფოში. ჩვენ სანამ თხრობას გავაგრძელებთ, რომ ანდრია ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ დავითის მემკვიდრის არ ყოფნა ტახტზე ეს არის არც მეტი არც ნაკლები აღსრულება წინასწარმეტყველებისა, რომლის შემდგომ უნდა მესიას და მხსნელს ელოდეს ძველი აღთქმის ეკლესია. აი ჩვენ ისევ საუბრობთ, რომ ღოთოლია ადის ტახტზე, ეს ამის უცხადესი გამოვლინებაა, რომ რაღაცა მსგავსი მოლოდინი უნდა გაუჩნდეს მაშინდელ იუდაურ საზოგადოებას. ახლა საქმე ის არის, რომ აქ ეს საზოგადოება ორ ნაწილად არის დაყოფილი. ერთი ნაწილი არის ის, რომელიც მთლიანად ემხრობა ღოთოლიას, მთლიანად ემხრობა მის პოლიტიკას, იზიარებს მის შეხედულებებს და შესაბამისად მისთვის მესიანური მოლოდინის ის გააზრება, რა გააზრება ძველი აღთქმის ეკლესიაში უნდა იყოს, საკმაოდ უცხოა და მიუღებელიც. მაგრამ მეორე ნაწილისათვის, რომელმაც შეინარჩუნა ღვთისმოსაობა, შეინარჩუნა რწმენა და მისთვის ეს აღთქმა, ეს წინასწარმეტყველება ცოცხალია და სამახსოვროა, ის ძალიან არის დაფიქრებული ერთი ძალიან საინტერესო მიზეზის გამო. ტახტზე არ არის დავითის მემკვიდრე, მაგრამ დავითის მემკვიდრე ცოცხალია. არსებობს ასეთი, ეს გახლავთ მცირეწლოვანი იუაში, რომელიც მამიდამ აი ამ ტერორის დროს, როდესაც ღოთოლია ხოცავდა ყველას, ვინც დავითის ნათესავი. ხო, ეს თქვათ, რომ ოქოზია რომ მოკლეს ოქოზია, ამის მერე ოთოლია ფაქტიურად დაერია ყველას მოსასწრებლად, რომ თავად გამხდარიყო და თავისი შვილის შვილიც კი ესე გადაარჩინა მისმა ქალიშვილმა. მამიდამ გადამალა, თორე იმასაც იგივე ბედი ეს. თავისთავად ახლა ყურადღება მივაქციოთ იმასაც, რომ იმასაც საკეთებს ღოთოლია, ეს არის საღვთო განგებულების ჩიხში მოქცევისა და მისი საბოლოო ხელყოფის ცდელობა კიდევ ერთხელ ბოროტისაგან. იცით მამანდრია, როდესაც ჩვენ ძველ აღთქმას ვკითხულობთ, გარდა იმისა, რომ ამით ბიბლია ბევრ გაკვეთილს და ბევრ სწავლებას გვაძლევს, უამრავს და ამის შესახებ ჩვენ არაერთხელ დაგვიმოწმებია ჩვენს გადაცემაში, ჩვენ ასევე გვევალება აი ამ თხრობისას თვალყური გავადევნოთ, როგორ რეალიზდება ნაბიჯ როგორ მიდის საღვთო განგებულება ბეთლემის სასწაულებრივ საღამოსთან, როდესაც საიდანაც კაცობრიობას სიმართლისა და სიხარულის მზე უნდა მოუწყდეს ჩვენი მესიის მობრძანების სახით. მთელი ეს მცდელობა ჩვენ გაგახსენებთ, რომ ანდრია რა არის ჩვენთვის ახლა ძალიან საინტერესო, რომ ჩვენ ჯერ კიდევ თავის დროზე ჩვენი გადაცემების დასაწყისში ვთქვით, რომ გაისმება, როდესაც ადამიანის ცოდვით დაცემის შესახებ საუბრობდით, ვთქვით, რომ გაისმება წინასწარმეტყველება გველის თავის გაჭეჭყვასთან დაკავშირებით და ადამიანის სამოთხიდან გამოდის იმ მოლოდინით, რომ აი ამ ბოროტებას თავი გაეჭეჭყება და ღმერთი ადამიანს აღუდგენს იმ ღირსებას, რომელიც ცოდვის დაცემის შედეგად დაკარგა. და იქ ჩვენ ვთქვით, რომ მოლოდინი მესიისა, მოლოდინი კაცობრიობის მხსნელისა აქვს არა მარტო ადამიანს, არამედ აქვს გველსაც. ისიც ელოდება მესიას. და ის მიყურადებულია ნებისმიერ იმ გამოვლინებაზე, რაც მის პოტენციურ საფრთხეს გულისხმობს, რაც მის პოტენციურ აი ამ მძიმე მდგომარეობას გულისხმობს. და თუ გავადევნებთ თვალყურს ბიბლიის თხრობისას გამორჩეული ადამიანების შესახებ ამბების გადმოცემა, ეს იმავდროულად არის ამბავის გადმოცემა იმაზე, გველი ვიზია დადარაჯებული. როგორ იონას პერი კარგად აღწერს ამას სახარების განმარტებაში, როგორ დადარაჯებული არის ბოროტი, როდესაც იოანე ნათლისმცემელი ამბობს აი ჭეშმარიტი კარგი ღვთისა. და მაშინ ფიქრობს, რომ ну თუ შესაძლებელი არის, რომ ადამიანის სახით მოვიდეს, არაობის სახით მოვიდეს სუფალი.
ხო, ძალიან მნიშვნელოვანი რატო ამბობ ამას, იმიტომ რომ ჩვენ თუ გავიხსენებთ, ჩვენ ხო მთელი ამ გადაცემების განმავლობაში გზაჯვარედი დიდებს ვსაუბრობთ. ეს რა გზაჯვარედინებია სინამდვილეში. თითოეულ გზაჯვარედინზე ჩასაფრებულია ბოროტი. რომ იქ აბრაამს გადაახვევინოს, ისააკს გადაახვევინოს, იაკობს გადაახვევინოს, იუდას გადაახვევინოს, სულ ეს არის გესმით. რამენაირად არ უნდა მოვიდეს ის საოცარი. ბოლო დროს გადახოვა ძალიან მარტივია. ხო, და რაც დრო გადის, თქვენ წინა გადაცემაში ეს ხაზგასმით ძალიან კარგად დათქვით. რაც დრო გადის, აი ამ ბოროტებას უფრო უიოლდება და უმარტივდება აი ამ შეაცვლევინოს გეზი. მაგრამ ჩვენი თხრობის თავიდან, მაგრამ ბიბლიური თხრობის საოცრება რა არის? რომ სწორედ იქ, როდესაც ბოროტება დარწმუნებულია, რომ გადაახვევინა, აი იქ გამოჩნდება სწორედ რომ აი ამ გზას აგრძელებს საფრთხო განგებულება ბეთლემის საღამო მაინც იქნება. დიახ. გოლგოთაზე მაინც ავა. ეს არის რასაც ვერ წდება ადამიანის გონება, როგორ არის ის რომ თავისუფალი ადამიანი საკუთრებს ეს არის, აი გავიხსენოთ ერთი კი არა, ბევრი შეგვიძლია გავიხსენოთ, უბრალოდ ხალხ ჩვენ ძალიან შორს არ წავიდეთ, ამ იმას უნდა დაუბრუნდეთ ამ თემას, მაგრამ უბრალოდ აი ეს დეტალი რომ კარგად კიდევ ერთხელ წარმოვადგინოთ, რომ საუბრობთ ხო იმ საფრთხო განგებულების რეალიზებაზე, ბევრი ჩიხი გვაქვს, ბევრი ლაბირინთი გვაქვს, სადაც შედის საფრთხო განგებულება და ბოროტება თითქოს ამოისუნთქავს, რომ აი ჩიხში მოაღწია და აქედან ის აღარ გამოვა. მაგრამ სწორედ აქ გრძელდება საფრთხო განგებულება, აი აქ რას მინდა ხაზი გაუსვა, რომ ის რაც ადამიანური ლოგიკისათვის, ის რაც რაციონალური დასკვნისათვის მისაღებია და ცხადია საფრთხო განგებულებისათვის და აი ამ საფრთხონებისათვის აბსოლუტურად სხვა კონტექსტშია გააზრებული და წარმოდგენილი. ამის ყველაზე დიდი მაგალითი იქნება, როდესაც ბოროტება საბოლოოდ დაასრულებს და ყველაზე დიდად იმედიანია იმისა, რომ იესო ჯვარზე მოკლა. მკვდარია. აი მეტი რაღა უნდა დაუშავოს, მკვდარია, მოკლა. იესო მკვდარია მისი მოწაფეებისათვისაც, იესო მკვდარია ყველასთვის, ჯვარი და დასასრული, საფლავი და მიდებული ლოდი, მორჩა. აი ზუსტად ამ მორჩაში იწყება ყველაზე დიდი და ყველაზე საოცარი რამ. ზუსტად ამ წერტილის მერე ამ მიგორებული ლოდის მიღმა იწყება რაღაცა ისეთი, სადაც ადამიანის გონება ჩერდება და მხოლოდ რწმენით მიდის. აი, როდესაც ჩვენ ღოთოლიას ტერორზე გვაქვს საუბარი, ღოთოლიას ტერორიც ერთ-ერთი გამოვლინებაა იმისა, რომ ისრაელი და იუდეა უნდა დაიღუპოს. იმიტომ რომ აქ იმალება საფრთხე და საიდუმლო კაცობრიობის ხსნის. ეს არის სინამდვილეში, როდესაც წინასწარმეტყველები გახსოვთ, ჩვენ წინა გადაცემაზე ვამბობდით ამას, რომ წინასწარმეტყველები მეფე იოშაფატს აფრთხილებენ, რომ არ არის ეს პოლიტიკური ქორწინება სასარგებლო. არ არის, არა, იმიტომ რომ ერთობა და ქორწინება და ის ცუდი არა. როდესაც ჩვენ ბოროტებასთან, საკრობასთან, ღირებულებით დეზორიენტირებასთან კრავ კავშირს იმის იმედით, რომ მიიღებს სიკეთეს, ეს არის უდიდესი შეცდომა, ვერ მიიღებს სიკეთეს. ვერ მიიღებ ამ სიკეთეს. და აი ღოთოლიას ტერორი უკავშირდება სწორედ ამას. 6 წლის განმავლობაში შეძლობან აი ეს ტერორი განეხორციელებინა. კიდევ ერთი დეტალი. ცოტა მოგვიანებით ჩდება ეს წმინდა წერილში, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ახლავე ვთქვათ, ვინაიდან ის ახლა გააკეთა ღოთოლიამ. რა არის ეს? ეს გახლავთ ის, რომ საფრთხო ტაძარი გადაიქცა ბაალის მსახურების სივრცედ, სადაც დადგენილი იყო მღვდელმთავარი. ანუ მთავარი ქურუმი. ძალიან დაემსგავს ამ დროს იერუსალიმის სამარიას. სამარია კი არ დაემსგავს იერუსალიმს. იერუსალიმი დაემსგავს. ხო, სერიოზული ექსპანსია არის აი ამ კერპსახურებისა და ღირებულების მსახურებისა აი ამ ოთოლიას სახით. კი, როდესაც მათთანი დგას და ბაალის კერპებს უკბევს და მას 6 წლის განმავლობაში უყურებს იერუსალიმი, ღებულობს და ითმენს, ეს სხვა არაფერია თუ არა უკიდურესი კრიზისი აი ამ სამეფოს ისტორიაში.
ჩვენ უკვე ვთქვით, რომ მეორე ნაწილი, რომლისათვისაც მესიანური აღთქმა და ხსოვნა ამ აღთქმისა საკმაოდ მნიშვნელოვანია, ასევე არჩქარობს დასკვნების გაკეთებას, ვინაიდან დავითის მოდგმაში გადარჩენილია ერთი ბავშვი იოაში, რომელსაც ჩუმად მალავენ და ჩუმად ზდიან სასახლეში. ხოთოლიასაგან, ჩუმად ხოთოლიამ ესო გაიგოს და მისმა ამალამ ესო გაიგოს, თავისთავად ხადია ამ ბავშვს სიცოცხლეს მოუწრაფავენ. არა, ხოთოლიასგან უჩუმრად ეს ბავშვი გადარჩენილია და ამ ბავშვს გადაარჩენს მამიდა. იოაშის მამიდა, სამეფო გვარის ჩამომავალი, რომელიც არის ცოლი მღვდელმთავრისა. აი აქ ჩვენ ნეტარი თეოდორიტე ხაზგასმით მიგვათითებინებს, რომ საღვთო განგებულებით სამღვდელო და სამეფო გვარი გაერთიანებულია, რომ საღვთო დაშვებით აი ამ გვარში, დავითის გვარში, საიდანაც მერე უნდა მოვიდეს ჩვენი მაცხოვარი, სამეფო და სამღვდელმთავრო სისხლია, აი ეს არის და სწორედ აი ამის მემკვიდრე იქნება ყოვლადწმინდა დედოფალი, რომლისაგანაც ადამიანურ ბუნებას მიიღებს განკაცებული ძეხვთისა. და წარმოდგება როგორც ჭეშმარიტი მეფე, ჭეშმარიტი მღვდელმთავარი და ჭეშმარიტი წინასწარმეტყველი. ხა რა არის ძალიან მნიშვნელოვანი? მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ ეტყობა ბავშვის წამოზრდას იმთენად არ უწიან, რამდენადაც ხელსაყრელი მომენტის დადგომას. ხელსაყრელი მომენტის დადგომას და ძალიან დიდი ალბათობით მღვდელმთავარი ძალიან დიდი სიფრთხილით ექცევა აი ამ ბავშვის გადარჩენის საქმეს. მისთვის ეს მთელი ღვთისმსახურება და ასეც მოხდება, რომ ის ნელ-ნელა შემოიკრებს თავის გარშემო თანამსრახველთა საზოგადოებას, რომელიც ძირითადად შედგება სამღვდელოებისაგან, ლევიტელებისაგან და პატრიოტულად განწყობილი იუდას მოსახლეობისაგან. თავისთავად ხადია ხოთოლიას ტერორის ხანა არც ერთ საღად მოაზროვნე იუდას სამეფოს კვიდს არ აძლევს რაღაცის იმედს, სასიკეთოს იმედს, ერთადერთი რასაც ხოთოლიასაგან მოელოდებიან, ეს არის კიდევ უფრო დამძიმება და კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში შეყვანა იუდას სამეფოსი. ამიტომაც მღვდელმთავრის გარშემო იკრებებიან ეროვნულად მოაზროვნე, პატრიოტულად მოაზროვნე ძალები, რომლებიც ორიენტირებული არიან ღვთისმსახურებაზე და დავითის გვარის სამეფო ტახტზე აღდგენაზე და აი ეს დღეს დადგება, როდესაც ხოთოლია უნდა გამოვიდეს რაღაცა საზეიმო პროცესის დასაწყებად და სწორედ ამ დროს გადაწყვეტს მღვდელმთავარი გადატრიალებას, რომელიც სინამდვილეში გადატრიალება კი არ არის, უბრალოდ აი ამ უზურპატორის, ამ მენტალურად უზურპატორის ტახტიდან მოცილება და ძალიან კარგად დაიგეგმება პროცესი დაიგეგმება ისე, რომ როგორ არის აი ორ გასასვლელს შორის დადგებიან და აი ეს ძალები, რომლებსაც წინა დღეს იარაღს დაურიგებს მღვდელმთავარი, ეს ეთყობა დიდი მზადება, ახლა ასე იარაღის მობილიზება, ამის დამალვა, ამას ხალხის შერჩევა, ამას ძალიან დიდი მზადება და ამას ძალიან დიდი დრო ჭირდება და იოაში ალბათ სულსად თოთოა, როდესაც მღვდელმთავარი ამაზე ზრუნვას იწყებს, ხო? და აი რაღაცნაირად აი თითქოს და ნახევარმთვარისებურად, აი ნახევარი რკალის სახით დადგება აი საჯარისო წყობა, რომელშიც ლევიტელები შედიან და სამღვდელოებად შედის და მათ შორის შიგნით უდგათ პატარა ბავშვი 8 წლის იოაში და როგორც კი ნიშანს მისცემს მღვდელმთავარი, უნდა ხმამაღლა შესახო, რომ უკუნისამდე იცოცხლოს მეფე იოაშმა და მღვდელმთავარმა მას მილონი უნდა სხოს და სამეფო მოწმობა მისცეს და ამით ხმამაღლა განაცხადოს იმის შესახებ, რომ ტახტი დაბრუნებულია დავითის გვარისათვის და არსებული პოლიტიკური სისტემა წყვეტს თავის არსებობას. წმინდა წერილიდან ჩანს ძალიან კარგად, რომ აი ეს მოქმედება საბოლოოდ ან მივა შედეგამდე, ან უბრალოდ ყველას უპირობო სიკვდილი უწერია. სიკვდილზე მიდის ყველა, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის ღვთისმსახურებისათვის სიკვდილზე წასვლა.
ასია ეგ დიდი და პატარა განწყობილი. ამ შემთხვევაში დავითის მოდგმის წევრის ტახტზე დაბრუნება არის არა პოლიტიკური აქტი, არამედ არის საფრთხოგანგებულების გაგრძელება, ეს არის რელიგიური მსახურების აქტი, რომელიც ძალიან კარგად აქვს ყველას გააზრებული. მამანდრია, ეს მინდა განსაკუთრებულად ხაზგასმით თქვა, რატო? იმიტომ რომ იუაშის გადარჩენა კი იყვანან ჩვენ ლიდერები და ყვანან მთავარი მოქმედი პირები, მაგრამ ისინი ვერ იმოქმედებენ თუ ისინი მათ არ ყავთ რა? ჩვენ ყოველ გადაცემაში ვახსენებთ ამას. არ ყავთ საზოგადოება. არ ყავთ საზოგადოება, რომელსაც დაეყრდნობიან, არ ყავთ საზოგადოება, რომელიც აი ამ აზრს, ამ იდეას გაიზიარებენ, რომელიც ასე უერთგულებენ, რომელიც სიკვდილზე წავლენ ამ ღვთისმსახურების გამო. ისევ და ისევ საზოგადოებას უბრუნდებით. იუაში გადაარჩინა საზოგადოებამ. ერთი ინიციატორია თავისთავად ცხადია და რაღაცა ორგანიზებას აკეთებს ამისას, მაგრამ ის ეყრდნობა იმას, რომელმაც გადაარჩინა მეფე. ეს არის საზოგადოება. საზოგადოებიდან ძალიან სიმბოლურია, რომ როდესაც ღოთოლია გამოვა და შეძახილების ხმა ესმის ეზოდან, ტაძრის ეზოდან, რაშია საქმე ვიკითხავენ და გაიხედავს და დაინახავს, რომ დგას პატარა ბავშვი, რომელსაც მთელი სამეფო ღირსებით არის წარმოდგენილი და ხალხი მას პატივს მიაგებს როგორც მეფეს და ღოთოლია დაიწყებს კივილს ღალატია, ანუ ეს არის ღოთოლია ზუსტად მიხვდება რაც ხდება, ზუსტად მიხვდება რა გამორჩა, როგორ გამორჩა და ასე შემდგომ, მაგრამ თვითონ სურათია ძალიან საინტერესო, რომ აქ ღოთოლიას კი არ შეუვარდება ვიღაცა და კერეუბნება მე ვარ მეფეო. არა, აქ საზოგადოების ფონზე დგას ეს პატარა ბავშვი, ეს თოთო ბავშვი, რომელიც აქ ვერაფერსაც ვერ გააკეთებს, ვერანაირ ბრძანებას ვერ გასცემს. და გავიხსენოთ რა პირობით დაუშვა ღმერთმა ისრაელში მეფობა. გავიხსენოთ ისაც რამდენჯერმე გვაქვს ნათქვამი ჩვენი გადაცემების ცვლილობისას, ოდესაც მონარქიის ინსტიტუტის შემოღებაზე ვისაუბრეთ ისრაელში. ეს არის ერთადერთი პირობა. თუ ის მეფე ასეთი თოთო იქნება. ასეთი თოთო, რომელიც დაემყარება საზოგადოებრივ სიჯანსაღეს, აზროვნების სიჯანსაღეს, რომელიც იდგება იმ ღირებულებებზე, რომელი ღირებულებებიც ღმერთმა მისცა ისრაელს. აი ასეთი მეფე დაუშვა, ასეთი თოთო დაუშვა, ასეთი იყო დავითი. გოლიათის მძლეველი დავითი ასეთი იყო სწორედ. ასეთი ბავშვი და ასე მინდობილი ღმერთს და იმ საზოგადოებას, რომელსაც უნდა აი ამ ღირებულებების სახით ემეფა ისრაელში. ეს სურათი აღადგინა ღმერთმა მამადრია გესმით. ჩვენ კი ვამბობდით წინა შეხვედრაზე და დღესაც ვთქვით, რომ დავითის სანთელმა დაიწყო ბჟუტყვა და ის ჩაქრობისკენ არის უკვე საცაა ჩაქრება. მაგრამ ააბთღვიალა ეს სანთელი ღმერთმა. ეს ნათელი კვლავ მისცა, ეს ძალა კვლავ მისცა ღმერთმა იმისათვის, რომ იუაშის გადარჩენით, იუაშის ტახტზე დაბრუნებით, დავითის გვარის არმოსპობით ისრაელმა გადაფასება გააკეთოს ყველა იმისა, რაც წინა მეფეების პერიოდში მოხდა და რამაც ისრაელი მიიყვანა, ამ შემთხვევაში იუდას სამეფო მიიყვანა აი ასეთ მდგომარეობამდე. ღოთოლია დაინახა ეს ყველაფერი, მიხვდა ზუსტად ღალატია ყვირის და ღვთისმთავრის ბრძანებით არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს ღოთოლიასი და მისი მომხრე ძალების ტაძრის ტერიტორიაზე შემოსვლა. ის უნდა გაიყვანონ ამ სივრციდან და ამ სივრცის მიღმა უნდა იქნეს მოკლული. და ეს ასეც მოხდება, ისე რომ ღოთოლია თვითონ გავა ცხენების გასასვლელისკენო, აი ამ ადგილას მოხდება და იქ ღოთოლია იმას აქვია დაიჟება სიკვდილით. არსებობს მოსაზრება, რომ ელია წინასწარმეტყველის სიტყვები აქაბის სახლზე ახდა არა მაშინ, როდესაც იეჰუმ ამოწყვიტა იქ ისრაელში იორამი და იეზებიელი, არამედ ახლა აი ახლა აქ, როდესაც ღოთოლია საბოლოო წარმომადგენელი ამ სიბილწისა, ამ სიბინძურისა მოკლულ იქნა იერუსალიმში. აღმოიფხვრა. ამით აღმოიფხვრა კი ბატონო ომრის სახლი. თვითონ იუდას სამეფოში დადგა საოცარი ხანა. საოცარი ხანა. მეფე რომელიც წლოვანია თავისთავად ცხადია ღვთისმთავრის
შეგონებით იწყებს ტაძრის რეაბილიტაციას, რომელიც ღოთოლიას და მისი უზნეო და მისის დედაცემული მომხრეების გამო საკმაოდ იყო წაბილწული, შელახული, დაზიანებული, ეს ყველაფერი მოითხოვდა აღდგენას, ეს ყველაფერი მოითხოვდა რეაბილიტაციას. ამიტომაც წმინდა წერილში ძალიან კარგად არის ნაჩვენები ის საზოგადოება, რომელიც საზოგადოებაც ამ იდეის გარშემო, ღმერთთან დაბრუნების, ღვთისმსახურებასთან დაბრუნების იდეის გარშემო შემოიკრიბება, როგორ ყველა მონდომებულია ტაძრის მშენებლობისათვის. წმინდა წერილში საკმაოდ ისეთი კონკრეტული თხრობაა მოცემული, რომელიც შეგვიძლია ჩვენ განვაზოგადოთ და ზოგადის სახით ვთქვათ, რომ ტაძარი შეკეთდება საერთო სახალხო შემოწირულობით, რომელიც თავის დროს ხალხიდან იკრიბებოდა, მაგრამ მიზანს ვერ აღწევდა. ეთყობა ჯერ ეს რაღაცა გარემო მაინც მუშაობდა და ამის შემდგომ უშუალოდ მღვდელმთავარი და მეფე იწყებენ ყველაფერს ამის კონტროლს, რაც თავისთავში გულისხმობდა იმას, რომ შესაძლებელი უნდა დაფიქსირებულიყო ყუთში, შესაძლებელი ყუთში, რომელიც სპეციალურად იქნა დადგმული, როდესაც ის ვერცხლით გაივსებოდა, მაშინ მოდიოდა სამეფო ბრძანებით მწერალი და მღვდელმთავარი, სამეფო მწერალი და მღვდელმთავარი ამ ყუთის ვერცხლს დაიხვრიდნენ, აღნოსნავდნენ და რანგარის მეფეს ჩააბარებდნენ, ხოლო სამეფო ბრძანებით ეს ვერცხლი ურიგდებოდათ ტაძრის აღდგენისათვის საჭირო სამუშაოებით დაკავებულ პიროვნებებს, მუშებს და ტაძრის აღდგენა საკმაოდ ისე ინტენსიური მუშაობისას ხდებოდა. იქ ერთი ძალიან საინტერესო დეტალიც არის ეს იმ დროინდელ საზოგადოებას კიდევ ერთხელ კარგად წარმოგვიდგენს, როდესაც დარჩენილი ვერცხლი მიქონდათ უკან. დარჩენილი ვერცხლი მიქონდათ უკან, რომ ეს მშენებლობისთვის აღარ იყო საჭირო და ხაზინაში უნდა დაბრუნდეს ეს ვერცხლი და ასე ვთქვათ სიხარბე, რაღაცა მერკანტილური დამოკიდებულება ამ პროცესს არ ქონია, არა ტაძრის აღდგენისთვის დიდი და პატარა ორიენტირებული ტაძრის აღდგენისთვის ძალიან ბევრი შრომობს და ბევრი ზრუნავს. ჩვენთვის რა არის ახლა აქ საინტერესო? ჩვენთვის საინტერესო გახლავთ ის, რომ მღვდელმთავრის მეცადინეობით აღდგა ყველაფერი, რაც დარღვეული იყო. ხოთაშორის არის აზრი მასთან დაკავშირებით, რომ იუაშის დროს ტაძარში ის ღვთისმსახურება აღდგა იმ დიდებულებით, რაც დავითის დროს იყო. აი ამის ესეც კი არის ნათქვამი იმის ხაზგასასმელად რამხელა ამ რეფორმამ რამხელა ცვლილები და რაც მთავარია ჩვენ ვხედავთ რომ ეს ვერცხლის მიმოქცევა და რაოდენობა ამ ვერცხლისა კონსოლიდაცია საზოგადოებისა და თხრობის ის ნარატივი ის კონტექსტი რითაც ის არის გადმოცემული გვთავაზობს გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ რომ ამ დროს იუდა ეკონომიურად ძლიერდება, პოლიტიკურად ძლიერდება და საკმაოდ ისეთი საინტერესო პროცესი იწყება. მაგრამ გარდაიცვლება მღვდელმთავარი გარდაიცვლება თუ არა წმინდა წერილი გვეუბნება რომ მივლენ იუდას მთავრები თაყვანისცეს მეფეს და დაითანხმეს. ეგ რაღაცა მოხდა. რაზე დაითანხმეს? რაზე დაითანხმეს. როგორც კი მღვდელმთავარი გარდაიცვლება, როგორც კი ეს თაყვანისცემა მოხდება. იუაში ყველასაგან გასაკვირად იწყებს რელიგიური სინკრეტიზმის მიღებას იუდას სამეფოში. იუაში გადაუყვავს იმ გზას, რომელზეც ღმერთმა ამ ლაბირინთიდან გამოიყვანა და დააყენა და უთხრა რომ აიევლი ამ მიმართულებით. აი ამ გზას გადაუყვავს. რა არის საინტერესო? საინტერესო გახლავთ მიზეზი. რა შეიძლებოდა ხელი შეეწყო იუაშის ამ გადაწყვეტილებას. პრობლემა არის ერთადერთ რამეში. ძლიერდება ასურეთის იმპერია და პრეტენზიები უჩნდება სამხრეთ ეგვიპტესაც. ამიტომაც იოლი წარმოსადგენია, იოლი დასაშვებია უფრო სწორედ ის, რომ იუაშს ქვეყნის მთავრობა ურჩიეს რომ შენ ღია უნდა იყოს სინკრეტიზმისათვის ღია უნდა იყოს იუდა სამეფო, რომ აქ იმ ხალხის ღმერთებიც უნდა იყვნენ, რომელი ხალხებისაგან შენ დღეს საშიშროებას ელოდები, რადგან ხვალე შენ შეიძლება გამოგადგეს. და იმ ხოთაკ სინკრეტიზმი რას ნიშნავს? სინკრეტიზმი არის, როდესაც რელიგიური სწავლების შერწყმა, შეერთება ხდება და რაღაცა ახალის დაბადება, ახალ სიმახინჯეს, რამდენიმე რელიგიური შეხედულების შერწყმით რაღაცა ახალს ვიღებთ. აბსოლუტურად გეთანხმებით, ამ ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ
საამისოდ იუაშს არ ქონდა არანაირი აუცილებლობა. იუაში სხვა მაგალითებს ხედავს. იუაში სხვანაირად გაზარდა თავისმა მოძღვარმა. მაგრამ იმდენად მძიმეა აი იმ ხალხის დამოკიდებულება, რომელი ადამიანებისათვისაც მიწიერი მიჯაჭვულობა, პოლიტიკური განათვალი აბსოლუტურად ყველაფერს ნიშნავს, რომ ისევ და ისევ მეორე ხარისხოვანი ხდება ის, რაც უნდა ახსოვდეთ იუაშის მეფეები, იუაშის შემდეგ სხვა მეფეებსაც დავითის ჩამომავლებს, რომ შუტავდა დავითის სანთელი და ის აანთო ღვთისმსახურება. აი თქვენ წინა გადაცემაზე საუბრობდით და დღესაც ვთქვით, როგორ მარტივდება და როგორ იოლდება გზაჯვარედინზე არამართებული მიმართულებით ხელისყრა და წასვლა და ეს არჩევანი. იუაშის შემთხვევაში ეს კლასიკური მაგალითია. ხო, ესაც ძალიან მარტივად ხდება. კლასიკური მაგალითია. მოუტანენ სიტუაციას, საგარეო პოლიტიკურ სიტუაციას, რომელიც მაშინ მართლა ძალიან დაძაბული იყო და გამოსავალს ეძებენ ისევ და ისევ მიწერ საშუალებებში. არა ღმერთში, არამედ პოლიტიკური, ისა ქვია, ნაბიჯების გადადგმაში, რომელსაც როგორც წესი დადებითი ნაყოფი არ მაქვს. ამიტომაც წმინდა წერილი გვეუბნება ჩვენ, რომ სამოღვაწო ასპარეზზე გამოვა ზაქარია, იმ მღვდელმთავრის შვილი, რომელმაც გაზარდა მეფე იუაში და ამ ხელს მეფეს იმ გზიდან გადახვევის გამო, რომელ გზაზეც დადიოდა თავის დროზე. ეს ამ წინასწარმეტყველის გამოჩენა ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ჩვენ ახლა ამის დრო აღარ აქვს და საშუალება ჩვენ მერე უნდა მივაქციოთ ყურადღება ძალიან მნიშვნელოვან რამეს, რომ წინასწარმეტყველის გამოჩენა ეს განსაკუთრებულ მდგომარეობაზე ხაზგასმას გულისხმობს. და ეს არ არის ვიღაცა, ეს უნიკალური ადგილია წმინდა წერილში, ის მემკვიდრეა, მამამისის შვილია. იმ მამამისა, რომელმაც ბოლომდე იმსახურა ღვთის წინაშე იმისათვის, რომ დავითის სანთელი არ ჩამქრალიყო. და ღმერთმა შეუნარჩუნა დავითს ეს ლამპარი და შეუნარჩუნა იერუსალიმს დავითის მოდგმა. და ჩვენ როდესაც საუბრობდით, რომ იუაშის მერე ეს გაკვეთილი უნდა იყოს მეფეებისათვის, დიდი ბოდიში იუაშის მერე მეფეებისათვის კი არა, თვითონ იუაშისათვისაც აღარ იქნება ეს გაკვეთილი. რატომ? ისევ და ისევ იმ გარემოზე, ისევ და ისევ იმ საზოგადოებაზე დავდივართ. ეს აღარ არის იუაში თოთორო იდგა იმ საზოგადოების ფონზე, რომელმაც სიკვდილზე წასვლა გადაწყვიტა, ოღონდაც საფრთხო განგებულებისათვის ემსახურა. ეს არის უკვე საზოგადოება, რომელსაც ზუსტი პოლიტიკური განათვალი აქვს. რომელმაც გაილაღა. და იუაში ამ შემთხვევაში არის პიროვნება, რომელიც თლიანად დაენდო აი ამ რაციონალურ, პრაგმატულ გადაწყვეტილებას. ძლიერდება ასურეთი, სირიას სულ ახლოს მოდის, ისრაელი შემაკავებულ ბუფერულ სახელმწიფოდ ვეღარ აღიქმება და რაღაცაა გასაკეთებელი და რა არის ეს? ამათ თავი უნდა მოაწონოს. გესმით მამა ანდრია პრობლემა რა არის? ღმერთს კი უნდა მოაწონოს თავი. და დამასკოში ბენედად მეორეს უნდა მოაწონოს თავი. ჰაზაელს უნდა მოაწონოს თავი. ასურეთში უნდა მოაწონოს თავი. მთელი პრობლემა დადის აქამდე. წინასწარმეტყველები მერე ჩვენ ნახავთ ამას ეუბნებიან. ნუ ხარ ეგვიპტის იმედზე, ნუ ხარ დამასკოს იმედზე, ნუ ხარ ასურეთის იმედზე, ნუ ხარ ბაბილონის იმედზე. იმიტომ კი არა ეს ძალები არ უნდა გაითვალისწინო. ეს ძალები როგორ არ უნდა გაითვალისწინო? მაგრამ შენი მთავარი იმედი არ დაგავიწყდეს ვინ არის? ის იერუსალიმის ღვთისმსახურება. აი ეს მოვიდა იუაშს. მოდი ყურადღება მივაქციოთ ძალიან საინტერესო რამეს. წინასწარმეტყველი, რომელიც ამხელს მეფეს სინამდვილეში ეს მხილება მარტო მეფის არის, არა, ამხილებას თავის თავზე იღებს ის საზოგადოება, რომელიც უბრალოდ ხელცარიელი რჩება თუ მეფე მოусმენს წინასწარმეტყველს. და ამ საზოგადოებას არ ჭირდება მეფე მოусმინოს წინასწარმეტყველს. ამიტომ ამ საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს რისთვის? იმისათვის, რომ მეფემ დასაჯოს ეს წინასწარმეტყველი და მეფე იუაში. ადამიანი, რომელიც თლიანად უნდა უმადლოდეს იმ მსახურებას, დამსახურებამაც ის ფიზიკურადაც გადაარჩინა და ტახტზე წაიყვანა, მეფე იუაში ზაქარიას მოკლავს. ზაქარიას სიკვდილის წინ ღმერთმა მოკითხოთ დაიბარებს და ასე განუტევებს სულს. ღმერთმა იხილოს, რასაც აკეთებ თქვენ.
და მოიხილავს ღმერთი იერუსალიმზე. უმძიმესი ლაშქრობა განხორციელდება დამასკოდან და ის საოცრება, რაც ღვთისმთავრის ცხოვრებაში გაკეთდა და უდიდესი სიმდიდრე დაგროვდა, ეს სიმდიდრე რო დაგროვდა, მამანდრესი მიგვითითებს იმაზე, რომ ეკონომიურად წელში გაიმართა იუდა სამეფო. ეს მთელი ეს სიმდიდრე, მთელი ეს კეთილდღეობა, რომელიც დაუბრუნდა ღმერთმა იერუსალიმს, თავისივე ხელით მეფე იოაში შეუგროვებს და გაუგზავნის ან აზელს, ან ბერედად მეორეს. თუ ორი ლაშქრობა იყო, მაშინ ბერედად მეორეს. იქ მეორე ნეშტა წიგში გვაქვს და მეფეთა წიგში გვაქვს თხრობა, რომელიც ორნაირად იკითხება. თელს ქონებას რაც უგროვიათ მამა, პაპას ერთად და რეზიუმე ამ თხრობისა იოაშს მოკლავენ. იოაში, რომელიც სიკვდილს გადაურჩა ხოთოლიას ხელიდან, იუდას შეთქმულების მსხვერპლი გახდება იმავდროულად. აი ჩვენ ხედავთ მეფე, როდესაც ღვთისმსახურების გზაზე დადის, საზოგადოება, როდესაც ღვთისმსახურების გზაზე დადის, ერი, როდესაც იმღირებულებათა სისტემას უფრთხილდება, რომელიც მის იდენტობას განსაზღვრავს, შენებლობის, აღმასვლის, ძლიერების გზასადგას, რაც არ უნდა შორიდან არალოგიკურად და ირაციონალურად იყოს ეს წარმოდგენილი. და პირიქით, რაც არ უნდა პრაგმატული იყოს გადაწყვეტილება, რაც არ უნდა ლოგიკური იყოს გადაწყვეტილება, რომელიც ერს საზოგადოებას წყვეტს იმ ნიშნულებს, რომელი ნიშნულებით მის იდენტობას ახასიათებს, აუცილებლად ბრუნდება უდიდესი ტრაგედიის სახით. ეს მარადიული ფორმულაა თითქოს და ჩვენ დროშით საჭირო არის რომ ადამიანები ყველაზე საინტერესო ის არის რომ არასდროს ყოველთვის გადაშლილია ეს წიგნი და ძალიან იშვიათად ხდება მისი წაკითხვა და გათვალისწინება. უფრო ხშირად ისე უბრუნდებით ადამიანურ რაციონალურ გადაწყვეტილებებს, პრაგმატულ შეხედულებებს, აი ახლა რომ ეს ყველაფერი ნორმალურია და ეს ასე უნდა იყოს და ამის ხარჯზე თუ კი ვნებულია და თუ კი ხელყოფილია ყველაზე მნიშვნელოვანი სულიერი ასპექტი, ეს ყველაზე ნაკლებად აინტერესებთ ხოლმე. გიორგი, დიდი მადლობა დღევანდელი გადაცემის სტუმრობისთვის და წარწყულისთვის. მაყურებელს შევახსენებთ, რომ შესაბამისი საკითხავი მე-4 მეფეთა მე-11, მე-12 თავებში შეგიძლიათ წაიკითხოთ, ამით დაგემშვიდობებით. მომავალ შეხვედრამდე კარგად ბრძანდებოდეთ.